გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. ჩემთვის საყვარელი ავტომობილის კონტენტით გიბრუნდებით. მოგეხსენებათ, კი არა და საიდან უნდა იცოდეთ, ჩემი გელენდვაგენი გავყიდე რამდენიმე დღის წინ და ავიღეთ ახალი პროექტი, როგორ გადავაკეთოთ სტანდარტული 6.3 AMG მოდელი, ოღონდ 2021 წლის, ვინც არ იცით, გეტყვით, რომ 2019-დან 2024 წლამდე ბრაბუსის ძარა ოდნავ შეიცვალა, დამრგვალდა და შესაბამისად, რაც 2004 წლამდე 76 წლიდან გამოდიოდა, ის ძარა, ბოდიში 2018 წლამდე გამოდიოდა, ის ძარა აღარ არის 2019-დან 24-მდე. 25-ში კიდევ პატარა ფეისლიფტი შეიტანეს, მაგრამ ძარა იგივე დატოვეს. მოკლედ, ეს არის 21-იანი, ან 22-იანი, ან 23-იანი, ან 24-იანი, ან 19-იანი, ან 20-იანი. და უნდა გადავაკეთოთ ახლა ეს ჩვენ Rocket 900. Rocket 900 ეს არის სტანდარტულ საბაზისო მოდელებში, ანუ დამატებით ხიდები რო აღარ უყენია მანქანას, ანუ 6x6 რო არ არის და ასევე 4x4 კუბი რომ არ არის, აი იმ დანარჩენ მოდელებში ყველაზე ძვირიანი მოდიფიცირებული ვერსია არის Brabus Rocket 900 და ჩვენ ახლა ამ ავტომობილის გადაკეთებას დავიწყებთ. დავიწყოთ ახლა ჩვენი ბოდიკიტის გახსნა. ეს როგორც ჩანს უნდა იყოს უკანა სპოილერი ძალიან ლამაზი ფრთით. ესეთ ეგ უნდა იყოს და ნახოთ ახლა. ნახეთ სპეციალურად როგორი პატარა დანა მაქვს რომ არ დავაზიანო გაჭრის მომენტში სპოილერი. 5 minutes later. 1 eternity later. აბა მზად ხართ ესეთი სილამაზე ნახოთ? სრული კარბონი, Rocket 900-ის უკანა სპოილერი. კარტონა გამეჭრა თურმე ისკოჩი. აი ესეთია. იუჰუ. ჩვენი არხის გენერალური სპონსორია, არა, Coca-Cola არ არის, Coca-Cola-ს მაგრა კიდევ ვარ, ჭონიასაც კიდევ ვარ, სხვათა შორის მე მგონი ერთადერთი ბიზნესმენია, რომელიც მანქანაც მე არ გამიგია, რომ ჩვენი გარაჟში არის ნაყოფი. არც ვიცი ყავს თუ არ ყავს მანქანები სხვათა შორის. ჩემ ბავშვობაში რა, როცა სტუდენტი ვიყავი, 7-11 წლებში, კარგი საელჩოს ნომრებით, კონსულის ნომრებით დადიოდა ეს კლასი ყავდა. ეხლა არც ვიცი რა მანქანა ყავს. კაი, ჭყონიას თავი დამარებო, ჩვენი არხი ფეხებზე კიდია, არც მე არ ვიყავს Coca-Cola, შემთხვევით მოხდა კადრში. ჩვენი გენერალური სპონსორია Slebet.G, ონლაინ ტოტალიზატორი და კაზინო. თუ თქვენ გაქვთ ზედმეტი ფული, რატო თუ ზედმეტი ფული, თუ თქვენ საერთოდ ფული გაქვთ, თუ არა გაქვთ ვაფშე ისესხეთ, შემოიტანეთ ჩვენს ბალანსზე, წააგეთ, მე ამ წაგებას რაც მოყვება იცით, რომ აღარ დავაბინძუროთ ჩვენი გარემო და ითამაშეთ Slebet.G-ზე. გავაგრძელეთ. შემდეგი რა არის? ეს უნდა იყოს ტუჩი, წინა ან ბამპერი, ნახოთ მოკლედ. გავხსნათ და უცებ გავაძროთ ეს საშინელი სატკაცუნო პარკინგი. ო რა, ოშორ. ალბათ ეხა ამ ხელა unboxing-ები თქვენ ის არ იქნება საინტერესო და მეც მაგრამ ეზარება და ვიდეოს გამო რა ყლებები უნდა ვაკეთო რა. კაროჩე. სალეკუთხე გავათავისუფლეთ, მეორეც თავისუფალია. ტუჩია. წინა შიტოკის ტუჩია მეგობრებო. თუ უკანასია. აი ეს არის. აბატონო. აი ეს არის. ესეც ლამაზია, სრული კარბონია და ძალიან კარგად არის გაკეთებული სხვათა შორის. არ გიგონოთ ეს რამე მოკარბონო, ამოვლებული, ჩავლებული რაღაცები, ნამდვილი კარბონია გენაცვალებით. ვალა.
გავშალეთ მოკლედ ჩვენი კიტი მეგობრებო, აი აქ არის Rocket 900, პრემიუმ კლასის ბოდი კიტია. ეს არ არის პირველი ვირო შეგვხვდება ესეთი ბოდი კიტი ნაყიდი. ნახავდით კიდევაც როგორი ხარისხია კარბონის და დიდი იმედი მაქვს, რომ ესე არ დაემართება. ნახეთ ახლა როგორც გაყვითლებული არის ეს ძველი ბუზა და ეს სპოილერი. ნახეთ აი რაჭირს საერთოდ ამას. ესეთ რაღაცებში ადამიანები ფულს როგორ იხდიან არ ვიცი მოკლედ. ჩვენთან მსგავსი რაღაცეები არ დაემართება მანქანაზე და თუ დაემართება, რა თქმა უნდა, გარანტიით ექნება. მიუხედავად იმისა, რომ ბოდი კიტის მონტაჟზე გარანტია არცად არ გაიცემა, რა თქმა უნდა, თუ იმე მაჩვენებს, რომ ჩემი გაკეთებული საქმე თუნდაც 3 თვეში, 6 თვეში ან 2 წელიწადში რავი, ესე რო იყოს ახლა რა არის, შეხედეთ? აი ამას თუ იმე მაჩვენებს, რა თქმა უნდა, რომ მე იმას გამოუსწორებ. ამიტომაც დადის ჩვენთან მანქანები და ამიტომაც გვენდობა ხალხი, იმიტომ რომ თახლა თამყვებით. ეხლა მანქანას შეხედეთ, არ არის ბინძური, მაგრამ ესეთ მანქანაზე არც მე და არც ჩემ თანამშრომლებს მუშაობა არ ეკადრებათ, ამიტომაც ეხლა კარგად გავრეცხავთ, გავახვაჭრაჭერთ და დავიწყებთ დაშლას. სანამ დავშვით კიდე შეხედეთ დაჭერს. ოპა. так, ძალიან საყვარელი სამარეზია გაკეთებული. მოდი ესა ჩვენე უჩა. აი. დაჟანგული სამარეზია ჩვენე. აი ეს. ხედავთ? ვაფშე სამარეზის გამოყენებაზე უნდა იყოს სპეციალური ნებართვა. იარაღის ტარების უფლება ხო აქვს პოლიციელებს? აი ხელოსნებს უნდა ქონდეთ სამარეზის გამოყენების ნებართვა. მარტო მათ ვინც იციან მისი გამოყენება.
სულ ცოტას და სადემონტაჟო სამუშაოებს დავასრულეთ. მანქანის ცხვირი ჩამოშლილია. აი საშინლად დაკრული სპოილერი დაგვჭა ეხა, რომელიც ორ კომპონენტიან წებოზე არის დაწებებული. აკპიქსებს ეძახიან, მაგას ზოგადად აკპიქსი არ ქვია, იმიტომ რომ აკპიქსი წარმოებელ კომპანიას ქვია და ბევრი კომპანია აწარმოებს ამ ორ კომპონენტიან წებოს და ეს თლიანად არის დასმული მაგას. ხედავთ აი. აი გიჟების წებოსაც ეძახიან. ჩინურ წებოს, უბერ წებოს, მოკლედ მაგის ვარიანტია, ოღონდ გამყინავით მოყვება და არის უსაშინლესი დაქვავებული დამკვდარია, მოკლედ და ჩვენ იძულებული ვართ, ხარო ფირი მოვხსნათ მანქანას, აქ მატოვი დამცავი ფირია დაკრული, ხედავთ ხო? ფირი ავაძროთ მანქანას და ეს იმედი მაქვს, რომ ფირზეა დაკრული და ხედავ რომ ფირზე დაკრული, შემოვეწვა კიდევაც და ჩერეზ ფირი ავაძროთ მე აი ამ დამკვდარ სპოილერს. სხვათა შორის, ჩემ გელენდვაგენზეც და ხშირად შეხედავთ გელენდვაგენებს, რომელსაც ძალიან კარგად აქვს ეს ბოდიკივიტები გაკეთებული, მოყვანილია ვიდზე, მაგრამ წინა სპოილერი არ უყენია თავზე. სხვათა შორის, ჩემი ეს ჭკვიანურია და მეც თუ გელენდვაგენს კიდე ვიყიდი, წინა სპოილერს არ დავუყენებ და რატო? აი ამ გრიჭოების საშუალებით, კიდე და მეშვეობით და გრიჭოების გამოისობით, მანქანა როცა მოძრაობს 60-დან ზევით კილომეტრ/საათი სიჩქარით, აი აქ რაც ხმაც იბადება, ანუ ხმის წყაროა, ყველაფერი შემოდის შიგნით და რაც არ უნდა იზოლაცია უკეთოთ, მე ძალიან ახუჭებს ეს ხმის იზოლაციის ეფექტი. ჩემ მანქანაში გაჯერებულზე, რო ჩაჯდებოდი, სამ რეცხაოშიც გარედან რო რეცხავდნენ მანქანას, შიგნით არაფრის ხმა არ ისმოდა და ძალიან მაგარი აკუსტიკური გარემო იყო. მაგრამ როგორც კი ამოძრავდებოდი, ამის გამო ეს გარემო ირღვევოდა და ფუჭდებოდა. ამიტომაც ჩემი რჩევა და რეკომენდაცია იქნება, რომ აი ეს არ გაუკეთოთ რა. ლამაზია, მაგრამ მაგრად ხმაურობს. და კიდე ხმაური იცის წვიმის დამცველებს, რა ქვია, აქ რო აყენებენ საწვიმრებს პლასმასისას. მეტრავიკები ქვია თუ რა ქვია, რაც ქვია. აი მაგან იცის ხმაური. ძალიან დიდი ხმა შემოდის ხოლმე მანქანაში და აფუჭებს იზოლაციას. ძალიან კომფორტულია, ვინც ეწევა, ისინი საერთოდ გიждდებიან ეხლა. ოდნავ რო სიგი ჩამოწევენ და ისე ეწევიან, მაგრამ რავი, ჩემ მომდევნო მანქანაზე თუ ძალიან გააფუჭებს ხმას არ დავაყენებ მე არც ზედა სპოილერს და არც აი ხმაურის გამოწვევ ზედმეტ მიზეზს არ მივცემ მოკლედ მანქანას. მოდა ეხლა დროზე დავამთავროთ ეს, რომ დავიწყოთ სამონტაჟო სამუშაოები. თქვენ იცით რომ მოდიკიტის მონტაჟი მარტივი არ არის და ჯერ უნდა სანამ შეიღებება თავიდან ბოლომდე სრულად დაეწყოს მანქანა, მერე ისევ ჩამოიშალოს, შეიღებოს და კიდევ ერთხელ აეწყოს და სრომატევადია ნამდვილად. პლუს ამას კიდე ფირის უნდა გადავაკეთოთ. ამიტომ გვეჩქარება. ესეც პირველი სურპრიზი ჩემო მეგობრებო. ამ მანქანის მეპატრონემ მითხრა, რომ წინ სპოილერი რომ ეყენა, რომელიც ჩვენ წეღან მოხსენით, ხო გახსოვთ, არ გავახრეტინეო სახურავიო, ამიტომაც განათება არ მქონდა გაკეთებულიო და გადაჭრილი მქონდა და მართლა ეგრე იყო, წინა სპოილერი არ მუშაობს, საერთოდ გადაჭრილი არის. ხო და უკანა სპოილერს რაც შეეხება, შეხედეთ, გახრეტილი არის ბატონო სახურავი 6-გან. ხედავთ და წინ რატო არ გაახრეტინა თუ უკან დახრეტილი ექნებოდა, ეგ არ ვიცი. დახრეტასთან ერთად კიდე შეხედეთ, საერთოდ არ ემთხვევა დირკები, ჭრილები ერთმანეთს. შეხედეთ. აი, ესე არ ემთხვევა. ოდა დარჩება ის დახრეტილი წელი, რაც თავარი რომ წყალი აქვევით ნაღვენთიდან. სხვისი განაკეთების დაწუნება არ იქნება კარგი, მაგრამ წყალი რომ არის მანქანაში ნაღვენთი და აბიუკაროს სველდებოდა ვერ ამჩნევდა, ეგ ძალიან ცუდია. ეხლა რა უნდა იშველოს ამას, ეგ არის საფიქრებელი და ყველაზე ცუდია მომხმარებელზე არის შესატყობინებელი, რომ ეს მანქანა 6-გან უკვე გახრეტილია და თვითონ დიდი ალბათობით არ იცოდა რომ გახრეტილი იყო. ეხლა ეს უნდა ამოიცოს და ჭერი უნდა შევღებოთ თუ რას ვიზავთ. პროცესში მოვიფიქრებ, ეხლა ეს ჩვენთვის სურპრიზი იყო და არ დამიგეგმავს წინასწარ.
დაბრუნდი მეგობრებო ბათუმში 2 დღით ვიყავით თბილისში წასული, მანამდე ბიჭები მუშაობდნენ რომ მოერგოთ ეს კიტი პირველადი მორგების სერვისი გაგვეკეთებია ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ შესახებად წასულიყო და სანამ შესახებად გაიგზავნება, აქამდეც უკვე გესაუბრეთ რომ აუცილებლად უნდა მოერგოს კიტი მანქანას. ხო და ეხლა ჩამოვედი და წვიმად დამხვდა, ეს გასაკვირი არ არის, ყელამდე ტალახში ვარ, სანამ ბოქსამდე მოვახციე მოკლედ. ხო და დავათვალიეროთ ეხლა რა ხდება, შეხედეთ. სურპრიზი იცით რომ სახურავი გახრეტილი დაგვხდა და არ გვეგონა და ეხლა მაგას უნდა მოუფიქროთ რამე მოხარებელთან ერთად. ძალიან შევღებოთ სახურავი თუ ლოკალურად ისე გავაკეთოთ რომ წყალი არ ჩავიდეს, მაგას რაღაცას მოუფიქრებთ. დანარჩენი ეხლა კარგად დავათვალიეროთ. კიტი მორგებული არის, მოჭიმულიც იყო და ჩვენ ეხლა დავშვით ამას და გავაგზავნით შესახებად ბათუმში კი არა, თბილისში შევღებოთ ჩვენ ამანქანას. თავლაში გავაგზავნით, იმიტომ რომ მატოვი ფირი არის, სუფირი მაგერია ბოდიშენაზე, მატოვი ფერის ჯერ დასმა და მერე შეღება და თან გარანტიით რომ ფერში წავა, ბათუმში კი არა, თბილისში მარტო ცენტრში ხდება. ხო და თავლაშიც ხდება. მე გავუშვებ ამ ყველაფერს თავლაში, ნახოთ ბიჭები როგორ გაართმევენ ამ სამუშაოს თავს. იმედია ვიდეოსაც გადავაღებინებ, იმედია გადაიღებენ და მე ხა თქვენ პარალელურად, ჩემი საუბრის პარალელურად იმედია კადრებს უყურებთ თუ მოახერხეს ვიდეოს გადაღება. წრეზე დავარტყათ ეხა, ვაჩვენოთ თუ შეიძლება. კიდევ ერთი პრობლემა არის, ბრაბუსის კიტის უკანა ბამპერი ბუთხუზა ტიპი არის და ეხა მე მანქანას ოდნავ წინ მოწვევ და გაჩვენოთ რა პრობლემა შეიქმნა ამ ბამპერის გამო. ხო, შევხედოთ ეხა უკანა შიტოქს, რომელიც ცოტა ბუთხუზა არის და მორგების დროს არ წავიდა კარგად და მოუწია მოხსნა საბუქსირეს, აი ამას. ეხა გამოიყურება ბებერი კაცის იმასავით, ხო და მოკლედ, როგორ არის ცით 50-50 ეს საბოლოო ჯამში ჯერ არ ვიცით ეს შენარჩუნდება თუ არა, იმიტომ რომ მოხმარებელთან შეთანხმებით თუ კარგად არ დაждდება შეგიძლიათ მოხსნათ. ჯერ არ ვიცი მოხსნით თუ არა. სხვათა შორის მე მაქვს კომპანია, რომელსაც ქვია Carvolution-ი და Carvolution-ს შეუძლია ეს ელექტრონულად დამართოს ისე რომ როცა საჭირო იქნება შეიკეცოს, დაიმალოს და თუ დააქცია კნოპკას დააჭერს სალონიდან ხელს და აი ესე გამოვა. რა თქმა უნდა დამატებით თანხებთან არის დაკავშირებული, ამაზე მოხმარებელთან არ მისაუბრია, მე გავესაუბრებ თუ ენდობა მას ელექტრონულს დაუყენებ. მოკლედ რა თქმა უნდა ქარხნული არ იქნება, არა ქარხნული იქნება. და ნახოთ შენარჩუნდება თუ არა. თუ შენარჩუნდა ეს ქარხნული და შიტოქს ხელი არ შეუშალა, რა თქმა უნდა ზედმეტ ხარჯს მოხმარებელს ავარიებს და არ შევთავაზებ, მაგრამ თუ ამის მოხსნა მოგვიწია, ელექტრონს რა თქმა უნდა შევთავაზებ. ნახოთ შემდეგ ეპიზოდში რა იქნება. როგორც ხვდები, ბათუმში დაწყებული ისტორია უკვე უნდა გავაგრძელო და თბილისში ვიმყოფებით ახლა ლისზე, კომპანია თავლა აგრძელებს უკვე ბოდიკიტის შეღებას. ჩვენ დავეხმარებით გარაჟს იმისათვის, რომ ეს ბოდიკიტი შეიღებოს მქრალად და მქრალს აქვს სპეციფიური მიდგომა და ძალიან ბევრი სირთულე აღმოჩნდა ამ კონკრეტულ ბოდიკიტთან დაკავშირებით. პირველი სირთულე რომ დავიწყოთ, პირველი სირთულე არის ის, რომ ბათუმიდან ტრანსპორტირება მოხდა, შეუღებავი დეტალის ტრანსპორტირება კიდევ არაფერი და ასე თუ ისე შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ რომ ამას შევღებავთ, აქედან უკვე მისი წაღება ძალიან რთული იქნება, რომ არ დაზიანდეს გზაში. ამისთვის კარგად უნდა შევფუთოთ, ეს კარგად შეფუთული ისე უნდა დავაწყოთ, რომ ერთმანეთს მოძრაობის დროს არ ედებოდეს, იმიტომ რომ დაახლოებით რამდენი კილომეტრია ბათუმამდე? 400 კილომეტრია პლუს მინუს. კარგით, მეორე ისეთი, რა ქვია, სირთულე რაც იყო, ლაშამ გამომიგზავნა მე საღებავ, რომელიც ბათუმშივე შეაზავა და საღებავ მომენტალურად დავასხი ერთ-ერთ კონკრეტულ დეტალზე. იმიტომ რომ მენახა თუ რამდენად კარგად იყო შეზავებული საღებავიც და შესაბამისობაში თუ იყო ლაკი. როგორც კი ჩვენ ამ საღებავის და ლაკის ტესტი გავაკეთეთ, სატესტოდ ჰქონდა ბაკის ხუფი, რომელიც შევადარეთ და ჩვენი შეღებილი იყო ღია.
რა გავაკეთეთ ამ შემთხვევაში? ჩემი არსებული საღებავი ჩვენ დავიწყეთ უკვე იმის ჩაკორექტირება, რაც არ გამოგვივიდა 3 დღე. ვწვალობდით იმის გამო, რომ ეს 2 ლიტრი საღებავი რამენაირად მიგვემსგავსებინა იმ ფერზე, რაფერიც გვაქვს, არ გამოგვივიდა, ამიტომ დავიწყეთ ახლიდან ამ საღებავის შეზავება. ახლიდან საღებავის შეზავება როგორც კი დავიწყეთ, მთელი რიგი პრობლემები იყო ამ საღებავის შეზავებაზე, იმიტომ რამოდენიმე ვარიანტი აქვს ამ კონკრეტულ ფერს და ბევრი ტესტის და წვალების შემდეგ, საერთო ჯამში 1 კვირის შემდეგ ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთეთ და ნახეთ რა რთულად გავაკეთეთ. პირველ რიგში აქ საერთოდ სხვა ფერის საღებავი უნდა დაესხას, რომელიც არის დასაფარად უბრალოდ, დასაფარად იმიტომ, რომ აქ რაღაც კონკრეტული ფერი მივიღოთ და ამის შემდეგ ჩვენი შეზავებული საღებავი, რომელსაც დავასხავთ, იქნება ზუსტად ის ფერი, რაც კონკრეტული ავტომობილია. ეს ძალიან ბევრი შრომის შემდეგ მივიღეთ ეს შედეგი და ნახეთ ახლა მატოვი რადგან არის სრულად ლაქი ამ შემთხვევაში საღებავი სრულად ყველა ავტომობილზე მქრალია, ანუ მატოვია, მაგრამ ლაკი გვაძლევს იქ სხვაობას. ქარხნულად მატოვი ავტომობილი არის ლაკში ლაკით მატოვი. მარტივად რო ავხსნათ ეს ყველაფერი რთულად ავხსენე, ეხლა დარწმუნებული ვარ, მაგრამ ალბათ გასაგებად. რაც შეეხება, ნახეთ, მქრალს ვერ გავუკეთებთ პოლირებას. თუ რამე ისეთ ნიუანსი მოგვივა ჩვენ აქ შეღების დროს, მქრალს მტვერი დაეტყობა, ვერც დავაპოლირებთ, ვერც ამ მტვერს გავაკროთ. ამიტომ ნახეთ თერმობოქსი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად ვუვლით ამ ყველაფერს ფილტრებს დროულად ვცვლით, მაინც დავალაგე წინა მოსამზადებელი გავაკეთეთ, ნახეთ, სულ ახალი ფილტრია, მწვანე, რომელიც ეხლახან შავფინეთ, სრული თერმობოქსი გამოვრეცხეთ, ასევე გარე ფილტრებით შევცვალეთ, იმიტომ რომ მინიმალურამდე დავიყვანო ეს მტვრის რაოდენობა და ბევრს ალბათ თერმობოქსი გესახებათ იმაში, რომ მტვრის რაოდენობა ჩვენ ავტომობილზე არ გვაქვს თუ თერმობოქსში იღებება. ეგრე არ არის, ქარხნულ ავტომობილებზეც მტვრის ნაწილაკები აქვს, მაგას ვერაულით, მაგრამ მაქსიმუმ მინიმალურამდე დავიყვანე ამ ყველაფრის შეცვლით, გამორეცხვით და ეხლა უკვე დავალაგეთ ეს ნაწილები, ნახეთ, სრულ თერმობოქსში არის ბოდიკიტის ნაწილები და უკვე სულ ცოტა ხანში დავიწყეთ სამღებრო სამუშაოებს. გაგვაწამა ამანქანამ ღამის 2 საათამდე უღებავდით. გამოვაშეთ, მე ველოდებოდით ამ გამოშვებას და შემდეგ წავედით სახლში. დღეს მეორე დღეა, როგორც ხედავთ, უკვე დასრულებულია, უკვე კარგად გამოშრობილი, იმიტომ რომ გამოვაწყეთ ბოლოს რომ სწორად მომხდარიყო ლაკის გამოშრობა და მივიღეთ აი ეს შედეგი, რაც თქვენ ეხა ხედავთ. თქვენ შეიძლება მოგწონთ, მაგრამ მთავარი გამოცდა არის ბათუმში, ლაშამ უნდა ჩაიბაროს ეს ნამუშევარი და იმედია მოეწონება. თუ არ მოეწონება კიდე
ჩამოვიდა ჩვენი კიტუნია თავლადან და ვაგრძელებთ ჩვენ მანქანის აწყობას. ვაგრძელებთ რა ერთხელ ავაწყეთ დავშალეთ და ეხლა მართლა რეალურად აწყობას ვიწყებთ, რასაც აწყობა ქვია. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ საღებავი არ დაგვიზიანდეს და კიდევ ისეთი რაღაცებია, რომელიც რა თქმა უნდა ჩინელებს და ტაივანელებს ეზარებათ, რომ კარგად მოიფიქრონ და გაითვალისწინონ. და პირველი პრობლემის წინაშე აღმოჩნდით, მინდა გაჩვენოთ აგერ არის პარკირების სენსორი, რომელიც მოდი ჯერ ახედავ აჩვენოთ. ახალ ბამპერზე, რომელიც არა ორიგინალი არის. ხედავთ რომ იდეალურად მოთავსდა პარკირების სენსორი, მაგრამ მეორე მხრიდან, ეხა აქედან უნდა აჩვენო, შეხედეთ პარკირების სენსორი სად არის. ჩავარდნილი არის სადღაც ბამპერში ჩამალულია, ხედავთ ხო? აი ესე არის. აი, მეტი არ გამოდის. ეს რეალურად აქ უნდა იყოს ამოსული. ასე რომ დავტოვოთ, ვერც კარგად ვერ იმუშავებს და ვიზუალურადაც ხედავთ რომ ჩავარდნილი. ამიტომაც იზოლებული ვიქნებით. ეხა ეს ვითომ კარგად გაკეთებული ქართული სამაგრი მოვჭრათ და გადავაკეთოთ ისე რომ სენსორმა ნორმალურად იმუშაოს და ვიზუალურად ნორმალურად გამოიყურებოდეს. გარდა ამისა, კიდევ რამოდენიმე პრობლემა არის, რომელსაც აწყობის პროცესში მე მოვთქვენ მოგიყვებით. მაგალითად, ვეღარ დგება უკან საბუქსირე ყლინჯი. იმას ყლინჯი ქვია, რა ქვია ხა, სხვა სახელი ქართული არ ვიცი, ეგ ვეღარ დადგება და კიდევ დროდადრო რაღაცებს გაჩვენებთ მოკლედ. ეხლა ჩვენ დეტალებს დავახარისხებთ. იმ პატარა შამანურ სამუშაოებს ჩავატარებთ, რაც საჭირო არის, რომ ხვალისთვის უკვე მშრალი იყოს და დავაყენოთ კარგად შიტოკი, იმიტომ რომ დღეს პამპერებზე არსებული პარკტრონიკის სამაგრები არ გვიწყობს ხელს ამას. და ასევე შეხედეთ აი ეს კაბელის სამაგრი, რომელიც გათვალისწინებული იყო ქართულ შიტოკზე, რომ ეს კაბელები ჩატკაცუნებული იყო სადღაც ადგილზე და აღარ ეფართხალა, როგორც აქ ფართხალებს, როგორც წინ ასევე უკანა ბამპერზე არ არის გათვალისწინებული. ესე წვრილმანეთ დარწმუნებული ვარ, რომ ვერ შევაწყდებით, იმიტომ რომ ეს რაღაცების კეთება ეზარებათ ხოლმე და ჩვენ ეზარებათ იქ ქარხანაში, ვინც ამათ აწარმოებს. ხო და ამიტომაც მოკლედ ჩვენ ეს რაღაცები მოსაფიქრებელი გვაქვს. განა დატოვება რა პრობლემაა, მაგრამ რომ დავტოვოთ, ასე ყველა აკეთებს, ქუჩაში ყველა აკეთებს, ასე რომ დატოვოთ. ჩვენ ისე გვინდა და დავამაგრებთ, იმიტომ რომ ქარხანაში დაამაგრებს. ახალი ველოსიპედი რომ არ გამოვიგონოთ, ქარხანაში იმიტომ დაამაგრებ, რომ დამაგრება საჭიროა. თუ დავფიქრდებით, კი მივხვდებით რატოა საჭირო, მაგრამ რეალურად ჩვენ ამაზე ფიქრი არც გვჭირდება. ქონდა? უნდა ქონდეს. ხო და გავაკეთებთ. გადმოვინაცვლეთ მოკლედ მეორე გარაჟში.
კიტი შეიღება როგორც იცით და ეხლა მიდის სრულფასოვნად მორგების სამუშაოები. თქვენ იცით რომ მანამდე კიტი მოერგო, მე წავიდა შესაძლებლად, ეხლა დაბრუნდა და გელენდვაგენზე თუ არ იცოდით აქამდე, გაგიკვირდებათ და ძალიან დიდი სარეგულირო სივრცე მოყვება გელენდვაგენს, როცა შეიძენთ თქვენს გემოზე შეგიძლიათ მოკლედ მოარგოთ ზაზორები, ესე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ ნებისმიერ დეტალს, რომელიც მოსდევს მასთან ქარხულად, აქვს საშუალება, რომ უფრო დავიწევდეს ან გაღიავდეს. ეხლა წარმოიდგინეთ, არც ერთი გელენდვაგენი ერთი მეორეს არ გავს, იმიტომ რომ ზაზორები სხვადასხვანაირად არის აწყობილი. ეხლა ესეთ მანქანას ჩვენ რო დავშლით, კიტს ჩამოვიტანთ, არა ორიგინალს შევღებავთ, ავაწყოთ, ხვდებით რომ იქ ზაზორები იქნება, რა გითხრათ, ელამი ადამიანის თვალებივით, ხო და ეხლა მიმდინარეობს მის პროცესი, რომ ყველაფერი ნორმალიზდეს, კარგად ჩაჯდეს. ამ კიტებს მოყვება სპეციალურად რეზინები, რომელიც საქმეს ამარტივებს და ეს რეზინა როცა დაიდება მოლდინგს და მაგალითად ძარას შორის, ამ ზაზორს შეჭამს. სადაც საჭირო არის ბოლომდე მივა, სადაც საჭირო არის ჩაიპრესება, ხო და ასე იპარავენ ზაზორებს გელენდვაგენს. მაგრამ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ მსგავსი რამე არ გავკეთებია, იმიტომ რომ არც ჩემ მანქანაზე არ გავკეთებია და შესაძლებელია თუ ძალიან მოვინდომებთ, რომ მაქსიმალურად იყოს იდეალურთან მიახლოებული შედეგი რეზინების გარეშე. ეხლა ეს რეზინების არ დაყენება ჩვენი აკვეტება და სიზარმაცე კი არ არის პირიქით რეზინას რომ დაუყენებთ მანქანას იმ მოლდინგს ლამაზად კი გასდევს მაგრამ თავი და ბოლო წაჭრილი აქვს და არაფერად არ ვარ ნაგავია მოკლედ რა და გამორიცხულია რომ ეს არ აძრეს მე კიდე ესე იგი როგორი მინუსები აქვს ვიზუალად რო შეხედა პირველ დღესვე არ ვარ განდა თავი და ბოლო რა ვთქვი უაზროდ წაჭრილი არ თავდება წესიერად და მე ძრება ამიტომაც რა თქმა უნდა რეზინის გარეშე გავაკეთებთ მაგრამ სამაგიეროდ ერთი მინიმუმ 3 დღე დამატებით ვიწვალებ და თქვენ ახლა ამ წვალების პროცესს ადრინდ თვალყურს
მოგესალმებით თავლადან და თქვენ უკვე ვიდეოში ნახეთ რომ ეს მანქანა შეღებილი და აწყობილი იყო, მაგრამ ჰოი საოცრებაო. მომიწია მანქანის ბათუმში ევაკუატორზე შესყუპება და თბილისში გაგზავნა, იმიტომ რომ შეღებილი მატი დეტალები მწვანეა. ხო, რას ვიზავ, თქვენ როგორც გონიათ რომ ყველაფერი მარტივად მიდის და ეხა ეს ვიდეო არ ვიცი საბოლოო ჯამში რამდენი წუთიანი იქნება, მაგრამ სულ რომ 1 საათიანიც იყოს, 1 საათში რომ საქმე არ კეთდება, ამას კი ხვდებით, მაგრამ მაინც მარტივი გონიათ ხოლმე და ეხა წარმოიდგინეთ ჩვენ მანქანა ერთხელ უკვე შევღებეთ და მეორეჯერ გვიწევს შეღება, იმიტომ რომ ფერი არ მოგვეწონა. ოღონდ ნახეთ რა არის გასათვალისწინებელი. შეღებამდე ეხა სულელები ხო რა ტესტი გავაკეთეთ რა თქმა უნდა და ეხა ამოვანათებ ამ ფოტოს. ამ ტესტზე ნათლად ჩანს რომ მანქანაზე შეღებილი დეტალები ერთ-ერთი არის მანქანის ორიგინალ ფერთან. მაგრამ შეღების მერე, შრობის მერე, თუ არ ვიცი როგორ მოკლედ თბილისიდან ბათუმში ტრანსპორტირებისას, როცა ჩვენ ეს ავაწყეთ, ეტყობა ცუდმა ჰავამ და ნესტმა იმოქმედა, მანქანა ავაწყეთ და წვანდება ნენელად ჩვენ ხელში. ესეთი მაგიური ძალები ჩვენ რა თქმა უნდა არ აქვს. სავარაუდოდ შრობის მერე გამწვანდა, ან არ ვიცი, ჩემი სპეციალობა არ არის, ან თავიდანე არ ვარგორდა, მაგრამ ფოტოზე კი ხედავთ, რომ ტესტი სწორია, არა მარტო ფოტოზე რა თქმა უნდა, მზის ქვეშაც და სპეციალური სანათის ქვეშაც შემოწმებული იყო, მაგრამ ფერი არ ვარგა. ამიტომაც პირდაპირ თბილისში ევაკუატორით მანქანა ჩამოვიყვანეთ, მოვედით თავლაში და ხელახლა უნდა შევღებოთ დეტალები. სამაგიეროდ ელექტროობასაც ძალიან მარტივად აქვე მოვაგვარეთ და ძალიან მალე დავასრულეთ მანქანას, თქვენ ახლა გიტოვებთ ხელახლა ღების კადრებს. ეხა ვიწყებთ მანქანის გამზადების ცერემონიალს. როცა მომხმარებელს უნდა შეხვდეს და ჩავაბაროთ. გამზადების ცერემონიალი ზოგიერთი გამოცდილი აფერისტის აზრით, გამზადების ცერემონიალი თუ ჩატარდება იდეალურად, შეიძლება ცუდად გაკეთებული სამუშაოს კი გადაფაროს და მომხმარებელს პრეტენზია არ გქონდეს. კადგატოკა ქვია ამას ჩვენ ენაზე. დავიწყებთ ეხა კარგად გავრეცხავთ. ისე რომ თვალი ჭამდეს ყველაფერს და შეხედავს მომხმარებელი მანქანას, ვერანაირი ხარვეზი ვერ უპოვს. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, რაღაც ხარვეზები რაც აქვს ავტომობილს, ჩვენ თვითონ ვეტყვით მომხმარებელს და ჩავაბარებ, ხოლო რაც არ აქვს, იმას რაც რა თქმა უნდა ვერ იპოვია. საბოლოო შეფასებას უკვე მანქანის ვიზუალურ ნაწილს რო ჩაგაბარებ და გაჩვენეთ, მე გავაკეთებ. მანამდე კი დავიწყოთ ეგრეთ წოდებული პადგატოკა. სამფაზიანი რეცხვით. სამფაზიანი რეცხვა იწყება ავტომობილის აქ ჭირდება ჩვენს ხელი კაფი, სანამ წრეს დავარტყავთ მანქანას.
ამასობაში ამ ქაფმა რომ იმუშაოს და გააკეთოს ის საქმე, რაც ევალება მას. კერძოდ დაალბოს ესეთი დიდი ტალახი და ჩვენ უფრო ნაკლებად მოგვიწიოს მერე ფიზიკური შრომა ამ ტალახის მოსაშორებლად. ხედავთ, აი მაყუჩებიც კი როგორი დასრულია, ხო? ამასაც ახლა მე ერთ პირ scale cups ესე გადავავლებ და დავტოვებ აქ. ეხლა ნახეთ, ამ ვიდეოში მე თქვენ არ გასწავლეთ როგორ უნდა გარეცხოთ მანქანა და როგორ იქნებ უნდა გამაიყენოთ. შეიძლება თქვენ აქ შეხედოთ რომ მე რაღაც კაფი დავტოვეთ, თქვენს გაიმეოროთ, მაგრამ თქვენი კაფი აღმოჩნდეს მაღალმჟავური და სანამ თქვენ წრეს დაარტყავთ ავტომობილს, იქამდე ემან შეჭამოს თუნდაც აი ეს რეზინები, რომელიც აქ აქვს. ასე რომ ნუ გაიმეორებთ ამას, სანამ არ შეისწავლეთ რომელ ქიმიას რა დროს ვიყენებ ბატონო. ამისწავლოთ თქვენ შეგიძლიათ ონლაინ თუ ძალიან მოინდომებთ, ხო? გადაავლოთ ჩვენ ვიდეოებს, თვალი გვიდევს, ორი ვიდეო გვიდევს სამფაზიანი რიცხვის შესახებ. ან დაუშვათ გადაიხადოთ თანხა მობრძანდეთ დეტეილინგ აკადემიაში და დეტეილინგ აკადემიაში ისწავლოთ ეს ყველაფერი. დავეთით. ეხლა ძარის გასაკაფად მე გამოვიყენებ, ნახეთ, ჩვეულებრივ შანგზე დავამაგრებ და არა წყლის მაღალი წნევის აპარატზე, ეგრეთ წოდებულ კერხერს. მე მინდა სველი კაფი. ამიტომაც გადავწყვიტე რომ არ დავამაგრო კერხერის საკაფავზე და გავკაფო სველი კაფით. ხედავთ აი ეს? როგორი იდეალურია. სველი კაფი მომცემს მე მსგავსი ტიპის ლაითი დაბინძურების ძალიან მარტივად გარეცხვის საშუალებას, რა. ეს კაფი ეხლა ამ სიჩქარით რომ მოედინება, თავის საქმეს უკვე აკეთებს, მანქანას რეცხავს კიდევაც და მე უკვე მაღალი წნევის აპარატით რო ჩამორეცხავ, ბევრად მარტივი იქნება. ნუ მე ესე მიმაჩნე ხა. არავის ჩემას თავს არ ვახვევ, მაგრამ ჩემი აზრით არავის აზრზე ნაკლები გამოცდილებიდან არ გამომდინარეობს, ასე რომ თუ იმეს პროფესორობა მოგინდებათ, შეგიძლიათ იპროფესოროთ, მე არავისთან კამათში არ შევალ. ჩვენ გაკეთებულ საქმეს შეაფასებს, რა ვიცი, ალბათ ჩვენი განვითარებული კომპანიები. ნუ არიან ხოლმე გარაჟის პროფესორები, ვინც საკუთარ სოროში გამოიკეტებიან და მერე მეჭკუას მარიგებენ. ესენი რა თქმა უნდა ცხოვრებაში, ლაივში და ერთ-ერთი საუბრიდოს დიდად არ გამოირჩევიან ლაპარაკით, მაგრამ კლავიატურაზე ჩაერთვებათ ხოლმე Lion mode. მე კიდე ხა რამდენი ძაღლი დაყევს ქარავანს ნაღდად ვერ გავაჩერებ. ასე რომ თუ დამიჯერებთ, ვინც არ დამიჯერებთ, როგორც გაგეხარეთ, ისე გარეცხეთ მანქანა. არ მაინტერესებს. ომართლა ამ საკაფავის ყიდვა თქვენ შეგიძლიათ დეტეილინგ შოპში. დაახლოებით 600 გრამი ხსნარი ჩავასხე ხა მე მას სანამ დავიწყებ და ხედავთ რომ მანქანას სტრესი ისე დავარტყავ ეხლა რომ ხსნარი არ გამომელება. საკმაოდ ეკონომიურიც არის, არ გეგონოთ რომ რახან პირდაპირ მიდის წყლის გამოყენებით არის არა ეკონომიური. არა, საკმაოდ ეკონომიურიც არის. აი ნახეთ. დაახლოებით 150 გრამზე რო ჩამოდის ხსნარი, ვეღარ წდება თვითონ ეს, რა ქვია მას. აი ეს ბოლომდე ვეღარ ჩადის და მე ვეღარ კაფავს. ამიტომ ეხა ჩავამატებ. მაგრამ არ გეგონოთ რომ დავხაჟით. ხედავთ ხო რამდენზე ვამატებ. 100 გრამი ნიშნული და 200 გრამის ნიშნულამდე არის. ზუსტად ამდენიმეს დავამატებ ეხა მე. აი ხედავთ რა ცოტა დავამატე, ავწიე 350 გრამს. და ისევე გავაგზელებ ეხა საბარგული დამჭა გასაკაფი. აბატონო, მანქანის გაკაფა ჩვენ დავასრულეთ და კიდე ერთხელ შევადაროთ. ჩამატების მერე ზუსტად რაითა მაქსიმუმ 600 გრამი, წესით 500 გრამი დაგჭირდა მანქანის გასაკაფად. მომხმარებელი შემოგვივიდა გარაჟში და ირაკლი დაგვეხმარება ამ ავტომობილის გარეცხვაში. სხვადასხვა იგივენაირი G-კლასი შემოგვივიდა, რომელიც Rocket 900-ის ბოდიკიძეა აწყობილი, აი ვეცდები გაჩვენოთ. და ზუსტად თითქმის იგივე ავტომობილი შემოგვივიდა გარაჟში. ეხლა კიდე გავვრეცხავთ ავტომობილს და შემდეგ უკვე გავიყვანთ ამ ავტომობილის გადასაღება და დაგიზიარებთ უკვე ამ ავტომობილის ძალიან მაგარ და ლამაზ ფოტო და ვიდეო კადრებს.
ესე ჩვენი დასრულებული პროექტი გავიდა ფინალურ ფაზაში, მალე უნდა ჩაბარდეს მომხმარებელს. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის წამდგენია Slebets.g, უფასო ონლაინ ტოტალიზატორი და კაზინო, აზარტული თამაშების წინააღმდეგ მიმართული კამპანია. მოკლედ, Slebets-ზე შემოდი და ყველაფერს გაიგებთ, რა და როგორ არის. მანამდე კი თუ ვინმეს გააქვთ სურვილი, რომ აზარტულ თამაშებში მიიღოთ მონაწილეობა, გეტყვით, რომ დედა მოგეკლებათ. დავიწყოთ ახლა მანქანის ჩაბარება. ჩვენ მანქანას დავუყენეთ Rocket 900-ის ბოდიკიტი, Rocket 900 არის G-კლასის ყველაზე ძვირიანი ედიშენი, რაც კი შეიძლება არსებობდეს, თუ ვიღაცა ძალიან ექსკლუზიური, შეიხური ოქროში გაწყობილი მანქანა არ სურს, მოკლედ რა. რაც შეიძლება საბაზისოდ, აი მარტო ტელეფონით რომ მოგვარდება, რომ დაუშვათ გერმანიის ცენტრში G-კლასი იყიდო და იქვე ტელეფონით უთხრა, რომ მოდი გადააგორი ბრაბუში, რომ Rocket 900 გამიკეთონ, აი ეგ არის ყველაზე საბაზისო მოდელი, ყველაზე ძვირადღირებული. თანაშეს უკვე ექსკლუზიური ჩარევა ჭირდება, იქ Swarovski თვლები ჭირდება ფარებში და მოოქროვება. აი მაგ ლეველზე ჯერ ვერ გავიდა ჩვენი კომპანია, მაგრამ Rocket 900 კი აწყობს აგერ ბათუმში. ჩავგაბარებთ ახლა მანქანას, ხედავთ რომ დაყენდა ახალი ბამპერი, უკანა ბამპერიც ახალია, წინაც ახალია, მოლდინგები ახალია, მოლდინგზე ულამაზესი კარბონი არის დაინსტალირებული, თან ისე რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნას მანქანას. კაპოტზე დადგა ეს უზარმაზარი ბუზა, კარბონის ძალიან ლამაზი, უკანა სპოილერი გაკეთდა და გაკეთდა ისე რომ როგორც ეკადრება მოკლედ ამ მანქანას, ძველი სპოილერიც ეყენა მანქანას. რის გამოც იყო გახვრეტილი სახურავი და ისევე მოუწია მოკლედ დარჩა გახვრეტილი სახურავი, იმიტომ რომ არ ამოგვივსია ჩვენ ეგეთ ჩარევები არ გავიკეთებია. შემდეგ ნახეთ, მანქანა არის ქარხნული მატი, მქრალი ფერია, ამიტომაც ჩვენ შევღებეთ მისი დამატებითი დეტალები იგივე ფერში. სიმართლე თუ გაინტერესებთ თქვენ ვიდეოში ამას ვერ დაინახავთ. ღების ფერის დასმა არ შეესაბამება გულწრფელი ვიქნები იმ მოთხოვნებს, რომელიც მე გამაჩნია ჩემი თავის მიმართ. მაგრამ რას ვიზავთ, ნახეთ, ეს არის ძალიან ბევრი ცდელობის შემდეგ მიღებული ჩვენი მაქსიმალური იდეალური შედეგი ძმაო. ჩვენ კი არა Mercedes ცენტრში ვიყავით მისული და იქ ვითხრეს, რომ თუ გინდათ რომ მანქანა ერთიანი ფერი იყოს თავიდან ბოლომდე, უნდა შეღებოთ კლარად მანქანა, რადგანაც ქარხნული მატის აღებავი, შემდეგ დამატებით დეტალს რო შეღებოთ, ერთი ფერი ვერ დაჯდებაო. ასე რომ მთლიანი მანქანის შეღების ფული თუ გინდა გადაიხადა, შეგიღებათ. ცალკე დამატებით დეტალები შეგიღებათ, მაგრამ გარანტიის გარეშე. გარანტიის გარეშე მეძღებავ მაგას და გარანტიით ღებავ კიდე იმდენჯერ შევღებავ, სანამდე მომხმარებელი კმაყოფილი არ დარჩება. მოკლედ ფერი 100 ბალიანი სისტემით არის ალბათ 95. მომხმარებელს მოიწონა. მაგრამ უკეთესი არ ვიცი. ხო გეუბნებით, ხა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში უკეთესი ვერ გავაკეთეთ და 2 თვის განმავლობაში ვაზავებდით ფერს. მანქანაც რამოდენიმეჯერ შევღებე, რომ წესიერი გამოსულიყო. წესიერი გამოვიდა, მაგრამ იდეალურით შეიძლება და ალბათ, მაგრამ უბრალოდ ხა ადამიანს ვერ გამოვართვებ მანქანას და თელი წელი ზედ ვერ იმუშავებ, ხო? დანარჩენი ხა უკვე აიღეთ კადრები, დაარტყით წრე, შეაფასეთ ჩემთან ერთად ეს მანქანა ივლისს თბილისის და ბათუმის ქუჩებში ავტობანზეც და შეგიძლიათ ნახოთ. არ ჩამოუვარდება აწყობის ხარისხი არავის აწყობის ხარისხს. თუნდაც ბატონი მანსორის აწყობილი მანქანები შეგიძლიათ დაათვალიეროთ და მერე შეადაროთ ამას. წავიდეთ ახლა დავათვალიეროთ კადრები.